პლასტმასი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და ამავდროულად ყველაზე პრობლემური მასალაა. მისი დაშლა ასეულობით წელი გრძელდება, ხოლო გადამუშავება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: შესაძლებელია თუ არა პლასტმასის გამოყენება ისე, რომ გარემოს ტვირთად არ იქცეს? ამ კითხვაზე პასუხის ერთ-ერთ მაგალითად ტაივანური კომპანია OURAIT ითვლება, ბრენდი, რომელმაც ეკოლოგია ბიზნესის მთავარ მიმართულებად აქცია. კომპანია თავის მოვლის პროდუქტებს აწარმოებს, თუმცა მისი მთავარი განსაკუთრებულობა შეფუთვაშია. ბოთლები 100%-ით გადამუშავებული პლასტიკისგან მზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი პლასტმასის წარმოების საჭიროება მცირდება. მიდგომა ცირკულარულ ეკონომიკას ეფუძნება, როცა პროდუქტი ნარჩენად არ იქცევა და ისევ გამოყენებაში ბრუნდება. კომპანია კიდევ უფრო შორს მიდის, ქმნის ბიოდეგრადირებად შეფუთვებს, რომლებიც გამოყენების შემდეგ ბუნებაში იშლება. ერთ-ერთი იდეა, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, ეგრეთ წოდებული ხე ბოთლშია, შეფუთვა, რომელიც თესლს შეიცავს. ბოთლი ბუნებაში იხრწნება, თესლი კი მცენარედ იქცევა და ახალ სიცოცხლეს აძლევს გარემოს. თითოეული გადამუშავებული ბოთლი არა მხოლოდ პლასტიკის დაზოგვაა, არამედ ახალი სიცოცხლის შექმნის შესაძლებლობა. მსგავსი მიდგომა დღეს უკვე ბევრ ქვეყანაში ვრცელდება. კომპანიები ცდილობენ შეამცირონ გარემოზე ზემოქმედება და გადამუშავებას მეტი მნიშვნელობა მიანიჭონ. ეს არის გზა, რომელიც ნარჩენს ახალ სიცოცხლეს აძლევს.